როგორ შეაფასებდით მერაბ ქორაიას საქმიანობას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე? ახალგაზრდა კაცია, მომავალი აქვს და უნდა იმუშაოს. ღირსეული კაცია. ჯერჯერობით არავის არაფერი ჩემზე არ გაუკეთებია და ატი არ ვიცი რას გამიკეთებენ. დადებითად. არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით. არაფერი კარგი მე ამათგან არ მინახია. მე მაგალითად პენსიონერი ვარ და რა ვიცი, დაპირებები ვერაფერი ვერ შეგვისრულეს ჩვენ. ნორმალურად. ორი აზრი არ არსებობს. ის აუცილებლად უნდა გახდეს პარლამენტის წევრი. უპატიოსნესი ადამიანი, რომელსაც ვენდობი. არ ვიცი, არ ვიცნობ ამ გას. ისე რომ ძალიან ყველანაირად კმაყოფილი რო ვიყოთ, მე მგონი არა, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი იქნება ნორმალურად. მე დადებითად ვაფასებ. შევაფასებ სადღაც პლუსით, მაგრამ ძალიან კარგად არა, მაგრამ პლუსები, ბევრი პლუსი აქვს. პიროვნულად კარგი ბიჭია მე. მერაბ ქორაიას სულ არ ვიცნობ ვინა ეს კაცი. არ ვიცნობ. არ ვიცნობ და ვერც დავაფასებ ვერანაირად, ვერც ცუდად, ვერც კარგად. თავარია ხალხისთვის გააკეთოს კარგი და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ძვირფასი ადამიანია, ისე მიყვარს, რომ უკეთესი არ შეიძლება. ძალიან ყველაფერს საქმეს ისე ააგეთებ. ძალიან მოსაწონი ის არის ახალგაზრდა. არა ვარ. საერთოდ არ ვიცნობ და არ მაინტერესებს პოლიტიკა. ძალიან კარგად ვაფასებ. ხელი მოუმართოს ღმერთმა და გააგრძელოს თავის საქმიანობა. ესე იგი მოუწევს მას ბევრი შრომა, სიკეთე დათესვა, რომ ხალხმა იცოდეს მისი სახელი გვარი. მე მაგალითად არ ვიცოდი. დადებითად, ყველანაირად, დიდი ხანია ვიცნობ, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადო კაცია. ყოველ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესებს უფრო მეტად დაიცავს ვიდრე სხვა ვინმე. არის საერთოდ არ ვიცნობ და არ ვიცი არაფერი. არ ვიცი. კარგად. აზე არა. საკრებულოს თუ არ თავმჯდომარის ვიცი, აზრზე არა ვარ. ძალიან კარგად ვიცნობ, ჩვენი კურსდამთავრებულია და ძალიან მომწონს. ასე რომ დადებითად. საერთოდ არ მინდა აი ამ თავრობის ხსენებაც აღარ მინდა.